მოგესალმებით ყველას. მოკლედ დღეს საქმეებიდან გამომდინარე მოხდით თურქეთში. ესეთი ძალიან მაგარი ადგილი ვნახეთ და აქ უნდა ვითებზავოთ ახლა ალბათ სავარაუდოდ გაშაპი. ჯოხი 12 გრამამდე შავიდები. ნახო როგორ იქნება. სათვალა დავიწყებ, ეს არის X-Fish-ის ტრიალა. შევხედოთ. აქ თენგოა, ლევანია. Opa, არის? არის, დიდია ეს ბიჭო. ეს ფოტოშორის არის პირველი გადაგდება ამ სატყუარის X-Fish-ის ტრიალა. სულ ახალი ფირმა არის. აი მოტესთვის მომენტში დავიჭირე ესე რომ ვთქვათ. და ფოტოშორისზე არ იქნება პატარა თევზი. ბიჭო, ოხი რო ქოშოპიო ბიჭო. ეს რაც უნდა იქნება ხა. ნახე რა მხელა შეხედე. ხეზო 1 კილომდე იქნება ჩაულებრივად. ნახე. ნახე ბიჭო. ამური ხوارა. ძალიან მაგარი ზომა. და როგორც თემგუ ამბობდა, იმ ხელა გზა გამოვიარეთ და ჩოგამბადე მანქანაში დაგვრჩა. თან მანქანა შორსა იგვე რანაირად ვერ ავალთ ეხლა. თან ვიძახოდით იმ ხელა რა უნდა დაждდესო და რა ხდება ხედავთ. ძალიან კარგია ჩავარდნის გარეშე ტრიალებდა ახლა ეგ ტრიალა და აი როგორც კი ვნახე რომ ჩაგდებას არ აკეთებდა ჩავარდნას ვიცოდი რომ მუშა იქნებოდა და თან ესეთი ბიუჯეტური ტრიალა. ეს ძალიან მაგარი კაშაპია. ესეთი კაშაპი ძალიან დიდი ხანი არ დამჭერი. ახი ბიჭო რა კაშაპია. ამაზე გავრისხო ხელს მოგიდება. ისერში ეს ზევიდან ლაპუჩებში. ხარიყლაბი ასავით? რა შევა ბიჭო. ხაჯია. კაშაპი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს. ესეთ კაშაპზე ყველა დღე წახვარს ათევსაო. აი 12 გრამიანი ჯოხი ლამის დაღალა. 7 გრამიანი ჯოხი მინიმუმ უნდა ხამთებს. მინიმუმ ამ ხელა თუ მოდის აქ სულ 7 გრამამდე ჯოხი მაინც უნდა. კარგია პირველი თევზი მშვენიერია. ნაპირისკენ ხوار გამეყვანა. ჩოგამბადის გარეშე ძალიან დიდი შეცდომა იყო ისე. მოდი გავიყვანოთ ნაპირზე. ახლა დავანთავისუფლოთ რამხელა ბიჭო. ეს რა არის? თუ ჩანს ახლა ესე თუ გამოჩნდება ეს 2 კილოზე მეტი იქნება უეჭველი. 12 გრამიანი გედისტარი, როგორი გრძელია და აი ამ ხელათევზი. აი ძალიან უზარმაზარი ზომაა. აი X-Fish-ის ტრიალა 4 გრამ ნახევრიანი. ნელა. და გავანთავისუფლებ ახლა და რა თქმა უნდა გავუშვებ. მაგარი სიამოვნო რომ ივანიშებია ძა. ეი გავუშვათ კაშაპი. უცნო საფციე. რა ზომა კაშაპია. წავიდა. დასაწყისი იყო ძალიან მაგარი. აი X-Fish-ის ტრიალა, ორი ცალი მაქვს სამწუხაროდ თან, სხვადასხვა ფერი და ორივეს მოცდი. არის ბიჭო, ეს პატარა. ამახე გორა. მოდი აგე. ჰა? ამახე გორა. კი. არა. ალბო,
შავი ზღვის რაგულია. ჩართულია. სილიკონზე დაჯდა. ეზო რაგულია ბიჭო. მანა რაგულია ხო? ხო. მიდმული გახმარი? ისა რა ქვია? მოუშვე. ახლა ლამაზ. ეს არის მორაგული. შავი კოპლები პეტრი. ჯუნიორმა მოატყუა. მოსლურეზე. მუშოთ. ჯუნიორი. ხელი დავისველოთ. გავუშვით. ნელა გაგიშვებ. ძალიან მაგარი იყო ეს, კაი ბონუსი იყო ახლა ნამდვილად. წავიდა. კარგი იყო. ესე იგი უფრო ფსკერთან ჩაუწიე ხა მიღმარ წყალში სილიკონი და აშკარა იყო რომ ეს უფრო მოეწონა. ჯუნიორზე ესეთი თეთრი ვარდისფერში გავაგრძელოთ. Pichu, ეს რა არის? ელექტრის პანკზე. Pichu, რაღაცა უკროს პროტაილო. დაჯიშესებდა pichu. ახტება. ეს მაგარი ზომა იქნება. აქ დატა გამოსწორდა დახე pichu, უკროს პროტაილო, შედავ. რაღაცა მაგარი ზომა. ვარ მემორჩილება საერთოდ. ამოწარ მეიპურტოს. იქეთ მიდის და ახლა სონგონი ვეჭველი. გადადი. ვერ მიმყავს საერთოდ ვერ მიმყავს. შენ გადადი. შევიდა იქ. ხაშობია? ხელა გუშობია. ხრამულია ბიჭო. ხრამულია. ვინ ხრამულია? დამული. პატარა ფარფლი. ხრამულია რამხელა ნახე. მითო ჩანდა უქროსფე. კაი ხრამული. ისა ერთი მოსვლა. ეს რა მოშავდა ბიჭო, ხე 12 გრამ. ახლა всё, მოვა უკვე არ შეუძლია მას მეტი. ეს ჩოგამბადის მოყიდეს. 2 კილოია. მოხსნახს, მოიხსნა. სელექტის პრანკი. ბიჭო რა ხრამული, ნახე. კავშოთ ხრამულიკა. თან როგორი ქონიანია ხედა? მაგარისა ჯამთელთებზე უბედური. გავუშვით. წავიდა. კარგია. გავაგრძელოთ. პრანკი. არის. აი ტრიალა დავაყენე ახლა. არის ტრიალა. ეგრევე. დიდი ეგეც. ჯურა ზომები მოდის. ხდება. რამხელა კაშაპია. ზარმაზარი ზომის კაშაპია. ძალიან დიდი კაშაპია. რამხელა ბიჭო. აი 12 გრამიანი გედი ახლა იდეალურად შეეწყო დღევანდელ სიტუაციას.
ჯოგან ბადე როგორც გითხარით თან არა მაქვს მარტო ვარ ეხლა მომენტში ამ ადგილას მიდია ყველაფერი ფშირობიანად ჩაივლის ხელა ძალიან დიდია მოდიაკ კაშაპის ზუმბა ვიცი როგორ იქნება და მოიყვანო რამენერად ბიჭო მურივით არის რა არის შამხელა კაშაპია ბიჭო რამხელა კაშაპია აი გამოდანოთ დროულად და გავუშვათ აი ესეთი არის ტრიალა 3 გრამნახევრიანი და აი რამხელა კაშაპია უაზრო ზომის კაშაპია ნამდვილად გავუშვათ კაშაპი წავიდა ძალიან მაგარი ну я расстрелял ახლა უბრალოდ მომეწონა ეს ადგილი და მაინც გავუცდილი დავაყენდი და ამ ადგილზე ეგრევე დაჭდა წყალი ცივია ანუ ეხლა არ არის ზოგადად ისეთი კარგი სეზონი კაშაპისთვის არადა ძალიან მაგარი ადგილები აშკარად უჭირს კაშაპს წყალი სასწაული ცივია თებში ვარ ხედავთ სეზონზე დარწმუნებული ვარ ძალიან მაგრად იქნება აქ კაშაპი მოკლედ ამითი მოვრჩებით მზე გადავიდა და ძალიან აცივდა ძალიან სიცივია წყალიც ძალიან ცივია მაგრამ მაგარი საინტერესო ადგილებია მე აუცილებლად მოვალ აქ ისევ ანუ ხა რაღაც საქმეებზე გავდივართ და მოვწდი ოღონდ დილით თევზის აქტივობაზე დღეს 20 მოვედით იყო 12-ის რაღაც წუთები იყო ანუ ძალიან გვიან მოვედით მაგრამ მიუხედავად ამისა დავიჭირე ავი ხრამული დიდები კაშაპი ძალიან სასწაული ზომის კაშაპები აუცილებლად არის მოსაცდელი დილიდანვე ну დღეს ესე მოკლე ვიდეოთი დავასრულოთ და შემდეგში უკვე დეტალურად განვიხილოთ რა როგორ რანაირად იქნება დარწმუნებული ვარ ძალიან ტროფეი ზომები უნდა იყოს აქ ძალიან დიდები უნდა იყოს მაქსიმალური ზომის კაშაპიც და აუცილებლად კალმახიც უნდა იყოს ძალიან დიდი აქ და აუცილებლად ათმონდობ ცდი აბა დროებით მომავალ შეხვედრამდე